მასშტაბური ხანძარი სანქტ-პეტერბურგთან, ქალაქ კოლპინოში, იჟორსკის სამრეწველო ზონაში, სადაც რუსეთის მძიმე მრეწველობის საწარმოებია განთავსებული ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი 82,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. გრძელდება ოზონის საწყობების გადაწვაც, უკრაინამ ამჯერად ორენბურგში მდებარე ობიექტს დაარტყა. კიევმა მიზნა დაისახა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, აცხადებს პუტინი. მისი თქმით, ნავთობქარხნებსა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით უკრაინამ პანდორას ხუთი გახსნა. პუტინმა თავისივე პროპაგანდის ზარუბინთან ინტერვიუს დროს დაიმუქრა, რომ უკრაინა შესაბამის პასუხს მიიღებს ყველაზე მგრძნობიარე ეკონომიკურ სექტორებზე. იმერეთში 67 წლის კაცი 11 წლის ნათესავ გოგოს სექსუალურად ავიწროებდა. გამოცემა ინფო იმერეთის ინფორმაციით, კაცი ბავშვს იმ დროს ურეკავდა, როდესაც იცოდა, რომ სახლში არავინ იყო. ბავშვმა ეს ყველაფერი დედას უთხრა, რის შემდეგაც ქალმა სატელეფონო საუბარი ჩაიწერა და პოლიციას გადასცა. დააკავეს თუ არა კაცი უცნობია. პირველ კურსელთა მიღების მასშტაბური ღონისძიებისთვის განათლების სამინისტრო 742,000 ლარზე მეტ ტენდერის გარეშე დახარჯავს. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი ყოველ წელს იწყება სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული უფლებისთვის გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით მიმართა. ოპოზიციაში პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებასა და კორუფციულ რისკებზე ეჭვობენ.